მეშვიდე პრინციპი არის წარმოქმნის კანონი. სიცოცხლის ძალას, რომელიც ყველაფერს მოიცავს, მამრობითი და მდედრობითი საწყისი გააჩნია და ის ყოფის ყველა საფეხურზე გამოვლინდება. მეშვიდე კანონი ასრულებს ციკლს ბუნების კანონების ცოდნის შესახებ. მისი მეშვეობით ვიგებთ, რომ სიცოცხლის ძალა ყველაფერ არსებულში გამოვლინდება და მას ყოველთვის თან ახლავს მამრობითი და მდედრობითი საწყისი. წარმოქმნა არ უნდა აგვერიოს სქესში, რადგან ეს უკანასკნელი ორგანოების სტრუქტურას და ქალისა და მამაკაცის ადაპტაციას ეხება. სქესი წარმოქმნის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ფიზიკურ პლანში ესაბამება, მაგრამ ასევე არსებობს საკმაო რაოდენობის მენტალური საფეხური, სადაც წარმოქმნა აზრების ფორმით ჩნდება. ატლანტების გადმოცემის თანახმად, სიცოცხლის ძალა მამოძრავებელ ფუნქციას ასრულებს, რაც თვით ატომშიც გამოვლინდება, სადაც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ელემენტები მოძრაობენ, ხოლო მათი ურთიერთქმედება ენერგიას წარმოშობს. ამ ცოდნის მიხედვით, დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების ხსენებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დადებითი მუხტი მამრობითის გამომხატველია, უარყოფითი მდედრობითის. ქალური ენერგია ყოველთვის მამაკაცურთან გაერთიანებისკენ ისრაფვის და მასთან შეერთებით ახალ ცხოვრების ძალას წარმოქმნის. ატლანტები ამბობდნენ, რომ გრავიტაცია მდედრობითი და მამრობითი ნაწილაკების მიზიდვით და განზიდვით არის გამოწვეული. ფიზიკური სხეულის ანალიზისას ტოლტეკები დიდ ყურადღებას ქალის და მამაკაცის ბიოპოლარულობას უთმობდნენ. ჩასახვის საწყისი მამაკაცს წარმოსახვაში, ხოლო ქალს საშვილოსნოში აქვს. მამაკაცის სხეულის მარჯვენა ნაწილი მამრობითია, ხოლო მარცხენა მდედრობითი. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დადებითი მუხტი გააჩნია, ხოლო მარცხენას უარყოფითი. წარმოქმნის კანონი ლოცვის დროს ხელის გულების წყობის საიდუმლო დანიშნულების გაგების საშუალებას იძლევა. ეს არის ახალი ენერგიის წარმოქმნის პროცესი. სიცოცხლის ძალა ის საიდუმლო კანონია, რომლის მეშვეობითაც ატლანტები ახალი სახის მუტანტ არსებებს ქმნიდნენ, რომელთა შესაძლებლობები ბევრად აღემატებოდა ადამიანისას. ცხოვრებისეულ პრობლემებში ატლანტები უარყოფით პოლუსს ხედავდნენ, ძალას, რომელსაც მისი საპირისპირო დადებითი ენერგია უნდა შეწინააღმდეგებოდა, რათა მიზნისთვის მიაღწიათ და სასურველი შედეგი მიეღოთ. წინააღმდეგობების გარეშე შეუძლებელია ცნობიერების გაფართოება. სწორედ წარმოსახვის კანონით გარდაქმნიდა უმაღლესი იერარქიის ქურუმი მოსწავლეს თიხის ნაჭრიდან ზე ადამიანად. ატლანტების აზრით, მოსწავლის დედას მისივე წარმომშობი საწყისი წარმოადგენდა. მხარე, რომელიც სულიერი თვალთახედვით ნეგატიურს წარმოადგენდა, ანუ ქალური პოლუსი. დღევანდელ დღეს დადებით პოლუსად შესაძლებელია საკუთარი სული შინაგანი სამყარო აღვიქვათ, რომელიც გარკვეულ დონეზე განვითარებულ ადამიანთან უმაღლეს ცნობიერებას წარმოადგენს.